ავწდი, ავწდენილიყავი თემას, რომელიც აქტუალურია ბოლო 2-3 დღეა Facebook სივრცეში. ვცდილობდი, აქ გითხარით, მაგრამ არ გამოვიდა ბოლოს და რაღაცა ამ ჩემს ვიდეო ბლოგს ადევნებ თვალყურს შესაბამისად მეც მომიწევს ჩემი პოზიციის დაფიქსირება იმ თემაზე, რაც აქტუალური კია, მაგრამ აქტუალური გახდა, მაგრამ ჩემი აზრით მეორე ხარისხოვანი, მეხუთე ხარისხოვანი, მეშვიდე ხარისხოვანი, მე-18 ხარისხოვანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ რაღაცა Facebook ბაბლი, რომელშიც მე ვტრიალებ, იმ დროს სხვა ბაბლები არსებობს, ხო? და არა მხოლოდ პოლიტიკური არ პოლიტიკასთან ჩავლილი, არამედ ის Facebook ბაბლი, რომელშიც მე ვტრიალებ ამ თემას კვლავ განიხილავს, ამ საკითხს კვლავ განიხილავს, მეც თავი ვალდებულად ჩავთვალე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე საუბარი არ მსურდა, ჩემი პოზიციის გაცნობა არ მსურდა, მართლა მიმაჩნდა და მიმაჩნია და მომავალშიც მივიჩნევ, რომ ეს არის მე-10 ხარისხოვანი თემა. ამ ყველაფრის მიუხედავად, რაღაცა უყურებთ ამ ჩემ ვიდეო ბლოგს, ამ თემაზე, შესაბამისად თქვენ მოისმენთ ჩემ მოსაზრებას თემაზე, რაც აქტუალურია. ანუ, ყველაფერი დაიწყო პირველ ქმნელი ამბისა არის ჩემი კოლეგა დიანა ტრაპაიძე, რომელმაც თამთასა ნიკიძეს, ასევე კოლეგას, მოდი არ დავარქმევ მას კოლეგად წოდებულს, მეთქი ასე არ ვიტყვი, თამთასა ნიკიძეს მიულოცა დაბადების დღე, თუ არ ვცდები, კი არ ვცდები, საჯაროდ და მე იქ თამთას სირეწლოვან შვილზე რამდენად ხვდები, მასეც თქვა რამდენიმე სიტყვა კომპლიმენტარული ხასიათის თუ შინაარსის. მისი საქმეა ეს, მეგობრებო. დიანა ტრაპაიძის საქმეა მიულოცოს თავისუფალია დიანა ამ არჩევანში, თუმცა ამ ბაბლის, რომელშიც მე ვტრიალებ და ყველანი ვტრიალებთ, ვინც ახლა მისმენთ თქვენი უმრავლესობა ტრიალებს სწორედ ამ ბაბში, არა დაინდო დიანა ტრაპაიძე, ბაია პატარაია იყო თუ არ ვცდები პირველ კრიტიკოსი და სხვებიც ახლდნენ ბაია პატარაიას და გააკრიტიკეს არ დაინდეს დიანა ტრაპაიძე, ასეც არის, საკრიტიკოს იყო, ესეც გულახდილად გეტყვით ხსენებული ბაია პატარაიას საქმეა. მე უკვე სხვებმაც გააკეთეს კომენტარი, სხვებმაც დაწერეს ნინია კაკაბაძის კარგი სტატუსი იყო ჩემი აზრით, ასევე იყო გოგი გვახარიას სტატუსი, ამ სტატუსს მიუბრუნდები მის ერთ ფრაზას, სულ მინიმუმ იყო რასაკვირველია დიანას უშუალო ახლო მეგობრების გამოქომაგება და მათ შორის გამორჩეული იყო ინგა გრიგოლია, რომელმაც დაიცვა მე რაღაც სტატუსი შემხვდა ინგა გრიგოლიასი, რომელშიც ის ამბობს, რომ მე წინა სტატუსი წავშალეო და ეს წინა სტატუსი არა მაქვს დანახი, გულახდილად გეტყვით აქედან გამომდინარე, არ ვიცი რა დაწერა ინგა გრიგოლიამ და რისი წააშლა მოუწია მოუხდა. მე დიანა ტრაპაიძემაც დაწერა თავისი მოსაზრება, უკვე ბოლოს რაღაც 500 თუ 600 თუ 400 თუ რაღაც არის ბევრი კომენტარი აქვს, მე იქ არის დისკუსია, არამთავრებენ, შესაბამისად მეც ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას. ოღონდ, თქვენ ისნებართ ვაფიქსირებ პოზიციას არა იმდენად ტრაპაიძე სანიკიძის кейსზე, ან ტრაპაიძე პატარაიას кейსზე, ან სხვათა кейსზე, არამედ ზოგადად პრინციპებზე და მათ შორის პირველ ყოვლისა ჩემს პრინციპზე, მე როგორ ვუდგები ამ საკითხებს, ამიტომ თუ ხანდახან წამომწდება, ხანდახან ვისაუბრებ, ხანდახან ვახსენებ თამთასანიკიძეს, ან დიანა ტრაპაიძეს, ან ბაია პატარაიას, ან რომელიმე სხვა კომენტატორს, ხო არ მიიჩნიონ ამ ადამიანებმა, რომ მაინც და მაინც მათზე ვსაუბრობ. უბრალოდ ჩემი მიდგომა როგორია ამის გაცნობას ვეცდები, ამას გაგიზიარებთ. ახლა დავიწყებ ასე. თამთასანიკიძე საჯარო პირია. მას მიხავს საზოგადოებრივ მაუწყებელზე ერთი გადაცემა, კარგი ცუდი საშუალო პროპაგანდისტური, არაპროპაგანდისტური ავანებოთ ამასთან. ერთი წამით დავანებოთ, უფრო ზუსტი რომ ვიყოთ ამი. იმ ბაბლის თანახმად, იმ ბაბლის აზრით, რომელშიც ჩვენ ყველანი ტრიალებთ, ეს გადაცემა არის პროპაგანდისტური, მაგრამ კვლავ ვიმეორებ, ამაზე არ ვამახვილებ ახლა ყურადღებას. თამთა მხოლოდ და მხოლოდ საჯარო პირია. მე მყავს არასაჯარო პირები, მეგობრები,
რომლებიც არც Facebook-ზე, არც YouTube-ზე არ გამოირჩევიან საკუთარი აქტივობებით. მაგრამ ამ მეგობრებს, ჩემს ამ მეგობრებს აქვთ ეს კი ნამდვილად ვიცი, აქვთ არა მხოლოდ არათუ პროოცნებისტური პოზიციები, ეს ერთი ამბავია, ერთი უბედურებაა, ერთი წისქვილის ქვა, რომელიც მათ თავზე ტრიალებს, ჩემი აზრით, ერთი ცუდი ამბავია, არამედ ვწუხვარ ამას, რომ ვაღიარებ, მათ აქვთ ერთგვარად, ორგვარად ან მრავალგვარად პრორუსული პოზიციები, იმიტომ რომ არსებითად არ განსხვავდება პროოცნებული პოზიციები პრორუსული პოზიციებისაგან. დიდი ჭმუნვების შედეგად მე მივიღე ჭმუნვები მქონდა, პირდაპირ მნიშვნელობით გაიგეთ, ან ლიტერატურულ სიტყვად მიიჩნიეთ, არ ვიცი როგორ გქნებავთ, მე მქონდა დიდი ჭმუნვები და ჭმუნვების შედეგად მივიღე განაცხადება იმის თაობაზე, როგორ უნდა ვურთიერთობდე მე ამ ადამიანებთან, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე. მე რომელიც, არ ვიცი, რამდენი დღეა ხო, 100 თუ მეტი დღეა გასული და მინიმუმ ახაც 30 თუ 40 ჯერ გასული ვარ აქციაზე, რომელსაც მაქვს ჩემი საავტორო გადაცემა, რომელშიც დედას ვაგინებ რუსეთს, ფიგურალური მნიშვნელობით. კარგებს ვაგინებ, მაინც და მაინც ეხა გინებას და ტყსა და ასობგერების თანხმოვნების შეერთებას მიიღებ ხელობაში, ვაკრიტიკებ ქართულ ოცნებას, არ დავინდობ ხოლმე. ხშირად სამართლიანად, იშვიათად უსამართლოდ, ვიღაცის აზრით უსამართლოდ ზამზაფრებულად, მოკლედ. მე ვაკრიტიკებ ამ ხელისუფლებად წოდებული ბანდის პოლიტიკას და ისინი კი აი რომ ხვდებოდით ხოლმე, არათუ მას ქართულ ოცნებას, არამედ იცავდნენ რუსეთსაც კი, ლამის რუსეთსაც კი. კაი, გავანებოთ ეხლა რუსეთს, გეოპოლიტიკას, შეერთებული შტატები რა შვება, ევროპა რა სიზამს, ოხრა ცუდია სტარმერი, ოხრა ცუდია მაკრონი, უირა კარგია ტრამპი და რა ძლევამოსილია პუტინი. ამასაც დავანებოთ თავი. აი, ავიღოთ ნებისმიერი кейსი. მზია ამაღლობელის кейსი, 59 ახალგაზრდა როა დაპატიმრებული მათი кейსი, ავიღოთ 5000 ლარიანი ჯარიმების кейსი, ავიღოთ დეკემბრის დასაწყისში რაც ხდებოდა გასული წლისა, როდესაც ბავშვებს ასისხლიანებდნენ და საკუთარ სისხლს ასმევდნენ, აი ეს кейსები. რო შევხვდე მე რომელიმე მათგანს, შემიძლია გვარი, სახელი დავასახელო, ერთ-ერთისა ასე მაგალითად. რაზე უნდა ვილაპარაკო, გოგი გვახარია ვახსენე და გოგი გვახარია სწორედ ეს დაწერა, ჩემი აზრით სწორი, ალბათ ყველაზე სწორი სტატუსია, ყოველ შემთხვევაში რაც მე შემხვდა სოციალურ ქსელში, რომ როდესაც ვლაპარაკობ ფეხბურთზე, ყავაზე, თუ არ ვწდები ყავასაც ახსენებს, სექსზე, დროზე, ხელოვნების ნიმუშებზე და ასე შემდეგ. პოლიტიკა ხო ავტომატურად გამოერევა ხოლმე. ხო ყველაფერი, სექსის, ხელოვნების ნიმუშებიც, ყავაც, სპორტიც, ფეხბურთიც, კალათბურთიც, არ ვიცი, ვიდეოს, არავიდეოს, სტომატოლოგიაც, არასტომატოლოგიაც, ყველაფერი უკლებლივ პოლიტიკა, ნებისმიერი თემა, სტომატოლოგია რატო ვახსენე, ხო? ამიტომ პოლიტიკაში ხო შევინაცვლებთ. აი რომ დავსხდეთ ეხლა მე და დავასახელებ სახელს, მაინც და მაინც გვარზე არ ვლაპარაკობ. ირაკლი, ჩემი როგორი მეგობარი იცით, როგორი გულისმიერი მეგობარი იცით, ვერც წარმოიდგენ. უბოდიშებ დიანას. ცხადია, არ ვიცი ხა მისი და თავთას მეგობრობის ხარისხის თაობაზე არაფერი არ მსმენიან, არაფერი არ ვიცი უფრო ზუსტი რო ვიყო. მაგრამ ჩემი აზრით, ჩემი წარმოდგენით გაცილებით გულისმიერი მეგობარია ირაკლი, არ ვეჯიბრები ოღონდ დიანა მართებულად უნდა გავიგო. გაცილებით გულისმიერი მეგობარია ირაკლი ჩემი, ვიდრე დიანასთვის არის შესაძლოდ არის თამთა. ხო და ირაკლის, რომელსაც ივნისში აქვს დაბადების დღე, აი ახლა 2-3 თვეში, ხო? გეტყვით კონკრეტულ თარიღსაც დავასახელებ, არა აქვს ამას პრინციპა. და ჩემი გულის ნაწილია ირაკლი. მე 17 ივნისს აქვს დაბადების დღე. რა უნდა ვქნა? არ მივმართავ ახლა მას, მის გასაგონად არ ვამბობ. მანაც ეგეთი გადაწყვეტილება მიიღო. მე ხო ის ხო ალთასარი, მე ხო ბალთასა ვარ. ჩემს დაბადების დღეზე ხსენებულმა ირაკლი ჩემი გულის ნაწილმა და მეც მისი გულის ნაწილი ვარ, აქვე ვიტყვი, აქ რომ ის კი არა რომ მე მაქვს რაღაც ცალმხრივი გრძნობა მის მიმართ, მისი ოჯახის მიმართ, მისი არაჩვეულებრივი ოჯახის მიმართ. ხო? 11 მარტს ჩემ დაბადების დღეზე მან არ მომილოსა, ალბათ მაინც სწორეკნა. იმიტომ რომ სულ მინიმუმ ესე დავარქვათ, ჩვენი ურთიერთობები დაპაუზებულია, იმიტომ რომ დაბადების დღის მოლოცვას Facebook-ზე მოლოცვას. მოწერით inbox-ში მოლოცვას. შესაძლოა მოხდეს კომუნიკაციის გაგრძელება.
კომუნიკაციის გაგრძელება და როდესაც დავიწყებთ ლაპარაკს ყავაზე, ფეხბურთზე, ღვინოზე თუ ხელოვნების ნიმუშებზე, შესაძლოა რომელიმე ჩვენგან სასწრდეს ის, რაც მეორესთვის იქნება სამწუხარო და გულსატკელი. ამიტომ მე დავაპაუზე მასთან და არა მხოლოდ მასთან ურთიერთობებში. ჩემ და სამწუხაროდ დავაპაუზე. ახლა ოღონდ ხაზგასმით ვამბობ, ირაკლი არ არის საჯარო პირი. ტელევიზიის საშუალებით მაქსიმუმ რამდენჯერ 4ჯერ, 5ჯერ, ხო? ის გამოჩენილა. გამოჩენილა როგორ არ გამოჩენილა, მაგრამ პოლიტიკაზე კომენტარი პოლიტიკაზე არ გაუკეთებია, უბრალოდ მისი მსოფლხედვა, ჩემი აზრით არის პირველი შეთქმულებითი თეორიებს ეხრდნობა და ეხრდნობა, ეფუძნება. მან ბევრად კარგად იცის ინგლისური, ვიდრე მე და ჩემს სამეგობროში ბევრ მან თუ ყველა მარ. ის კითხულობს და რაღაცა ეხლა როგანიც უდი მაგალითია, მაგრამ ისეთ underground ინფორმაციებს და თეორიებს არ ვითარებს ხოლმე, რომლებსაც უბრალოდ მე არ მივყვები, ვერც მივყვები, არა იმიტომ რომ ინგლისური მასეც უბრალოდ ვიცხადი ეს ვიცი. მაგაზე არ არის საუბარი, უბრალოდ სიგიჟეებია. დედამიწა არის ბრტყელი და ჩემი აზრით ეს თეორია, ამგვარი თეორიები. პოლიტიკაზე როცა ვლაპარაკობთ, ხო? ვლაპარაკობდით. საერთოდ მაგიჟებდა. ამიტომ ამ ვითარებაში, როდესაც ირაკლის არ მოულოცავს ჩემთვის ერთი. არ ქონი არანაირი რეაქცია იმ ამბებთან დაკავშირებით, რომლებიც მე ან სხვებს გადახდათ. მოდი მაინც ასე ვიტყვი. რბილად ვიტყვი, იმიტომ რომ მე ირაკლი მიყვარს, ხო, ცხადზე ცხადია, ძალიან მიყვარს. ბევრი წელი გვაერთიანებს, ბევრი ამბავი გვაერთიანებს, ბევრი ტრაგედია გვაერთიანებს. ხო? ბევრი დრამა გვაერთიანებს, ბევრი სასიხარულო ამბავიც გვაერთიანებს. მე დავაპაუზე ის ალბათ მისმენს მოგესალმებით. ხო, დავაპაუზე მასთან ურთიერთობა. ეხლა წარმოიდგინეთ საჯარო პირებთან როგორ დავაპაუზე. იქაც არიან საჯარო სივრცეში ვიღაც არა ირაკლის ხარისხის ცხადია, მეგობრები, ნაცნობები, მოდი ესე ვიტყვი, რომლებიც პოზიციონირებენ საჯარო პირები ჩემთვის მიუღებლად. ჩემთვის მიუღებლად, იმიტომ კი არა რომ მე საკუთარ თავს ვუტოლებ ქვეყანას, არ ვუტოლებ, რა თქმა უნდა. რას ნიშნავს მე არაფერი ერთი ესე ვიტყვი, ხო? ყველა ჩვენ რაღაც ტურის ნაწილაკები ვართ. ერთი პატარა კაცი, ერთი მტვერი ვარ ამ ქვეყნისთვის, მაგრამ ჩემი პოზიციასა და ობიექტურ რეალობას შორის, ანუ ჩემს ანტირუსეთულ, ანტიოცნებურ, ანტიბიზინა პოზიციასა და ობიექტურ პოზიციას შორის, ობიექტურ შეფასებას შორის დიდი სხვაობა არ არის. მე შეიძლება რაღაც არ მესმის ბიზნეს რაღაც ჩანაფიქრი, მაგრამ იმას კი ვხედავ, რომ 5,000 ლარით აჯარიმებენ მამებს, ან მშობლებს, მოდი ესე ვიტყვი. იმას კი ვხედავ, რა რეპრესიულ კანონს იღებს, ფარად წოდებული კანონის, ან აუწყებლობის შესახებ კანონს შეცვლილები რომ შეაქვს, ან რუსული კანონის. აი მე იმას ვხედავ, რა ქნეს, აი ნანუკას ფონდის მაგალითი ავიღოთ. საჯარო პირები, როგორც არ უნდა პოზიციონირებდნენ ჩემი მეგობრები თუ მეგობრებად წოდებულები, ყოფილი მეგობრები თუ გნებოთ ესე ვიტყვი. ხო? ნანუკას ფონდს აქვს, პირობითად ლაპარაკობ, რაღაც 100,000 ლარი ანგარიშზე. მაგარი გოგოა ეს ნანუკა. ხო? შეკრიბა 100,000 ლარი ქველმოქმედებისათვის. და უნდა რომ გადაურიცხოს 7 კაცს იმისთვის რომ ლობიანი იყიდოს, რაღაც 2,000 ლარი დარჩა 98, რაღაც 10 კაცს იმისთვის რომ ხაჭაპური ამბობს რომ აღარ გადაურიცხავ მათ. მომეცით ეს 100,000 ლარზე წდომის შესაძლებლობა, რომ იქ არ ვიცი რაოდენობა სამნიშნულობა აქვს, მაგრამ 5 ბავშვს გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება და ამ 100,000 ლარს გადავუხდი მე მათ. და ხოდა ნანუკა ხო მაგრა იქცევა, მაგრამ აი ეს ჩემი მეგობრები თუ მეგობრებად წოდებული ოღონდ საჯარო სივრცეში ვინც არის, საჯარო პირი ვინც არის, ამაზე სდუმან. და სდუმან არა მხოლოდ სდუმან ეს ერთი ამბავია და მეორეა რომ სამზარეულოებში, საკუთარ ოფისებში ან უფრო საჯაროდაც ამ ყველაფერს ნანუკას ქმედებას იწუნებენ, არ მოსწონთ და ხელისუფლება წოდებულ ბანდას ეხლა ესე ვაფასებ, ანუ დინარაძეებს, კობახიძეებს, ივანიშვილის მიდაავადებულებს ამართლებენ. ეხლა მე ვეკითხები, კვლავ ვიმეორებ, თამთაზეც არ არის საუბარი. კონკრეტულად თამთაზე, მაგრამ იმ ჩემ კოლეგებად წოდებულებს ან კოლეგებს გაანებეთ ყველაფრის თავი. ანდრო იჭინაზის ამბავი, ან სხვების დაპატიმრებული ხმა არ ამოგიღიათ საკუთარ Facebook გვერდებზე, საკუთარ გადაცემებში. თამთას მიმართავ, არ მიმართავ თამთას, მნიშვნელობა არ აქვს. და როგორ ხდება ეს?
და როგორ ხა უნდა ირაყი დიანამ დიანას რაც უნდა ის უქნია კაცო არ გამგევარ მაგის მაგრამ როგორ ხდება რომ თქვენი დუმილით ერთგვარად აპრავებთ ან უბიძგებთ ამ ხელისუფლებას წოდებულ ბანდას ხო რომ მათ ეს ყველაფერი გააგრძელოთ ერთ ადამიანსაც შეუძლია გაზაფხულის მოყვანა ერთ თამთას ერთ გიას ერთ ლევანს მაგდანიკაშვილს საერთოდ არ ვაბობ მაგრამ მაგდანიკაშვილ არ ვახსენე არ ვიცნობ პრაქტიკულად კი არ ვიცნობ ხო მაგდასაც შეუძლია მოიყვანოს გაზაფხული ან უბრალოდ იყოს ერთი ყლორტი ამოსული თავისუფლების ხეზე რომელიც აუცილებლად გაიფურჩქნება და სხვა ყლორტები მოხვება ამ ერთ ყლორტს არ საერთოდ არ წდება გული მაგდაზე გულახდილად გეტყვით მით უფრო რომ არ ვიცნობ მაგრამ უბრალოდ ხსნი და ეხლა დიანას ბოსტანში ესე ვიტყვი ბოდიში დიანა ხო როგორ ხდება მესმის რომ მეგობარია უამრავი წარსული გვაერთიანებს და მეც მაერთიანებს ხსენებულ ირაკლისთან წარსული რომელიც საჯარო პირი არ არის კვლავ ვიმეორებ გაცილებით დიდი წარსული გაცილებით ტევადი წარსული გაცილებით სავსე წარსული ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში ვიდრე შესაძლოდ გაერთიანებს შენ თამთასთან რა გამგევარ ჟანსაღი კრიტიკის ფარგლებში ასაკვირველი იმიტომ რომ ჩვენ ვაკრიტიკებთ ერთმანეთს ჟანსაღად და ასე ხო არ შეიძლება ჩემი აზრით ხო ამგვარი პირებთან ასეთი კომუნიკაცია ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ვისაც ემპათია არ აქვს სხვათა დაჩაგრულების მიმართ თამთას წუხვარ ჩანს არ აქვს ემპათია იმიტომ რომ ისი მეუღლე რაღაც სიმამრე არის რაღაც ოჯახური რაღაც ამბების მესმის რომელთაც ისე არ მაინტერესებს ეს ამბები რომ ვერც გადმოგცემთ ხო ისე გავატარებ ხოლმე რაღაც ოჯახი რაღაც ტელევიზია ვასიკო არა ვასიკო არ ვიცი ეს რა ხდება არ ვიცი მაგრამ არ აქვს ეს ემპათია თამთას კონკრეტულად თამთას არ ვაკრიტიკებ არ ვიცი არ აქვს ემპათია იმ ადამიანების მიმართ ვისაც საკუთარ სისხლს ასმევდნენ და თუ აქვს მაშინ ამიხსენით ვინმე თამთამ საკუთარ Facebook გვერდზე არა გადაცემაში ჭანდაბას რატომ არ იკითხა ერთხელ მაინც რომ აი წიხლს რო ურტყავენ სახეში რო ხდება პოლიციის თანამშრომლები ერთ ახალგაზრდას დეკემბრის დასაწყისში თმაგაშვილ ახალგაზრდას ამასთან დაკავშირებით ხალხნო ამის გაკეთება არ შეიძლება ეს რა საშინელება ეს რატომ არ ითქვა კონკრეტული თამთას ან სხვათა მხრიდან ამიტომ ყველაფერი პოლიტიკაა აი წიხლის დარტყმაც არის პოლიტიკა ეს არის ესე ასე ვედავებით ეხლა ჩვენ ფეხბურთელებს რატოა ვალდებული ხვიჩა კვარაცხელი ან ნებისმიერი სხვა გამოვიდეს და თქვას მაგრამ ქოჩორაშვილი გოლის გამტანი მადლობა რომ გაიტანა გავიმარჯვეთ სომხეთის ნაკრებზე რაღაც გავდივართ შემდეგ ეტაპზე თუ არც ვიცი რა გავდივარ მოკლედ მაგრამ დედას რო უძღვდი შედავლოთ შვილიშვილო ამას და კარგია რა თქმა უნდა ვინ გაკრიტიკებს კაცო პირიქით რა თქმა უნდა მაგრამ ნახე რამდენი ბავშვია და რამდენი შენი ასაკის შენზე უმცროსები არიან დაპატიმრებულები ხო შენს ხო უნდა გქონდეს რაღაცა თანაგანცდა ხო თანალმობა თანასიყვარული ესე ვიტყვი ჩემი გულახდილი დამოკიდებულებაა ეს საკითხი საერთოდ 19 წუთი გავიდა ამასობაში ხლა ის მის თავარი ან გენერალური კითხვა როგორ თანავცხოვრობთ ჩვენ უკვე მომავალში როცა და თუ შეიცვლება ვითარება ჩვენს ქვეყანაში როცა ეს ბიზნესმი რომელმაც ესე დაასაშინლა ეს ადამიანები მათი აზრით ჩვენ ეგრა მაგის პასუხი არ გეგონოთ რომ ეხა საკუთარ თავს რაღაც თეთრხელთათმიანად წარმოვაჩენ არა მათი აზრით ჩვენ მაგრამ მე მაქვს მაქვს ემპათია თავში რო ურტყავენ ესე წიხლს მის ამ კონკრეტული ადამიანის მიმართ და რაც შემიძლია ახაც ბლოგია გადაცემა რაღაცა ვაპროტესტებ როგორ თანაცხოვრობთ ხო ეს სიტყვა სწორია თუ არ ვიცი მაგრამ ისინი ხო ვერ მოვწყებთ მათ ანუ ეს ხო ცოტა პატარა მასსაც არ არის ცოტა ადამიანიც არ არის ხო გავაგდოთ ეხლა შიმშილით ხوار მოვკლავთ არასწორი სიტყვა ხო რაღაც ისგოი კუთხეში მიმწყდეულები ხო არ იქნებიან და მუდმივად ხელს ხო არ გავიშვებთ იგრო თქვენი ბრალიც იყო მათი ბრალიც არის რასაკვირველი მაგრამ როგორ თანავცხოვრობთ მეორე მხრივ თუ არ მივიყვანთ კუთხეში და არ გავახსენეთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ანუ რას ნიშნავს ის რა გამოვა რა გამოდის უკვე შემდგომ რომ ისინი
რომლებიც ამ ხნის განმავლობაში აპრავებდნენ, ამართლებდნენ, ერგებოდნენ კომპრომისზე კი არა, კონფორმისზე, რა გინდა რა მიზეზის გამო. ხელფასი არ ექნებათ, გავიგე, არ ჩვენ არა გვაქვს ხელფასი. ეხლა მას გულახდილად ლაპარაკობ, რომ ხელფასი არ აქვს, კი არ წუწუნებ, ხო? ჩვენც არ გვაქვს პრობლემები, ჩვენც განვიხილავთ რაღაც ოქროს ჩაბარებას ლომბარდში. მაგრამ ემპათია კი გვაქვს ადამიანების მიმართ, რომლებიც ამ ემპათიას იმსახურებენ, რომლებიც რეჟიმმა და არა ბიზნა, არა მხოლოდ ბიზნეს რეჟიმმა, არამედ რუსულმა რეჟიმმა, რუსეთმა დაჭაგრა. ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდი, ვისაც დაეუნდა დახმარებოდა, ნანუკა ვისაც უნდა დახმარებოდა და სხვა ფონდებიც არის. 5000 ლარიან ჯარებს არ გულისხმობ, კიდე ცალკე თემაა და არ ვიცი მოვახერხებ თუ არა, დღეს ვერ მოვახერხებ, სხვა დროს ვილაპარაკებ, ხო? იმათ უხდი და ეს გავიგე. ნუ კაი, გადავიხდი მე სამაკ 5000 ლარიან ჯარი, გადავიხდი, უბრალოდ არ ვაპირებ გადახდას და იქ ჩამოხსენის რომ ნახოთ. მაგრამ ჩემით გადახდას არა. მაგრამ ანუ ვერ გადავიხდი, მაგრამ ავადმყოფ ბავშვია თამთა საუბარი. ლაპარაკობ ხაზგასმით, ავადმყოფ ბავშვებზე, თუ ბავშვებზეა საუბარი, რომელსაც უნდა გადაერიცხა პირობითად 25000 ლარი და რა გიღიც, რა პრობლემაა, რომ შენს პერსონალურ Facebook გვერდზე თქვა, რომ გახსენით რა. მოუხსენით. ადაღან ანუკა ჟორჟოლიანის ფონდს და დიანა, ეხლა მე თქვენთან თუ შენთან რატო თქვენობით, შენობით. მაქვს კითხვა. თუ ადამიანი ამას არ წერს, ის როგორღა არის ჩვენი გულის ნაწილი? ჩვენ ხო ისტორია ხო მარტო წარსული არ არის. ისტორია იქნება ამ წამსაც. და მე აი ხსენებული ირაკლი რო ახსენე, ხო? მასთან იმდენი მაქვს გავლილი. იმდენი სიკვდილი მაქვს გავლილი. პირდაპირ ლაპარაკობ, აი არც ვაჭარებებ. იმდენი ტრაგედია მაქვს გავლილი. გულახდილად გითხვით უმეტესად მის ოჯახში და არა საკუთრივ ჩემს ოჯახში. ხო, ჩემს ოჯახში იყო სიკვდილი, განა არ იყო, მაგრამ მის ოჯახში იყო, არ ვიცი, შემიძლია ჩამოვთვალო, ხო, რამდენი სიკვდილი იყო წლების წინ, არც თუ დიდი ხნის წინ სხვათა შორის. და თქვენ ვერ ხვდებით მე ვინა ვარ მისთვის ან მე ის ვინ არის ჩემთვის. მაგრამ მე ირაკლისთან ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში გავწყვიტე ურთიერთობა, იმიტომ რომ როდესაც დაველაპარაკები ღვინოზე მას, ან ფეხბურთზე მას, ან ნებისმიერ საკითხზე დაველაპარაკები, ხო, ნებისმიერ საკითხზე პოლიტიკამდე მივდივარ და იქ ისე უნდა მაწყენინოს, რომ უმალს ჯობს, რომ Facebook-ზეც კი დაბადების დღე რომელიც აქვს ივნისში მას არ მივულოცო. არ მივულოცო, იმიტომ რომ ის მაპატიე რა, ირაკლი ის ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ჩემთვის უცხოა. ან ეტაპი გავიდეს, ის მოვიდეს ის დრო, გავიდეს ეს რთული პერიოდი, რომ ის კიდევ ხელახლა გახდეს ჩემი ნაწილი. ხო, არ ვიცი, მისი ოჯახის წევრებთან, მინიმუმ ერთთან და ასე შემდეგ მე ვინ არ შონებ ურთიერთობას ცხადია. ხო, ეხლა ამ ყველაფერს ხო და რა ხდება, აი როგორ ვაგრძელებთ თანაცხოვრებას? გაგდება იზოლაციაში მოქცევა, გოგა ხაინდრავების არა, ისინი გასაგებია, გოგა ხაინდრავა არის მისაჩი კარტებელი, არ ვიცი, შეიძლება რუსეთში გასაშვებიც კი და აქ არც პერსონა ნონ გრატან გამოსაცხადებული და არა მხოლოდ გოგა ხაინდრავა, იქ კიდე ბევრი ხავთ ამ ბანდიტებს. მაგრამ აი ადამიანებს, რომლებსაც მეტის გაკეთება შეეძლოთ მოცემულ ეტაპზე. იმიტომ რომ ვანია ჩააბოტებს, აბოტებს გოგი გვახარია, ესეც დაწერა, არ ვიცი, გითხარით თუ არა. ხო, გოგი გვახარია იმასაც წერს და კარგი სტატუსი ამერკი, აქ გითხარით, რომ სექსზე, ხელოვნებაზე, სპორტზე და ასე შემდეგ, ხო, ყველაფერი პოლიტიკა ამაზე რომ ვლაპარაკობთ, გავიგეთ. მაგრამ ხო, ყველაფერი პოლიტიკა და ამასობაში შემოვიდა ვანია, ვლადიმერ პუტინი. შემოეთრა. და ჩვენ კიდე ისევ ვლაპარაკობთ ისე პროფესიული სტანდარტების მიხედვით, რა პროფესიული სტანდარტების ზემელაპარაკებით საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები. მაპატიეთ. რა პროფესიო სერგო ორჯონიკიძე როცა არის 21 წლის 25 თებერვალი არა. 25 თებერვალი არა, თქვათ არის 7 მარტი, პირობითად ვლაპარაკობ, ან დღეს არის ხია 22 მარტი თუ 21, ხო? ოღონდ 21 წელი, 1921 წელი. და თქვენ ხართ აი ტექნოლოგიურად არა განვითარებულები. მიდიხართ და ინტერვიუს იღებთ სერგო ორჯონიკიძისაგან, როგორ მოეწყობა საქართველოს მომავალი საბჭოთა საქართველოსი, რომელიც აი ეხლა არასრული ერთი თვის წინ მე-11 არმიამ თქვენი თაოსნობით მოახდინა მისი ოკუპაცია. როგორ იქნება როგორი ურთიერთობა გექნებათ ოპოზიციასთან? რას ფიქრობთ თემაზე, რომ სოციალ-დემოკრატთა მთავრობა, პირველი რესპუბლიკის მთავრობა წავიდა? თუ იღებთ მიკროფონს პირდაპირ მნიშვნელობით და ურტყავთ იმ სერგო ორჯონიკიძეს თავში თამთა.
და აი რა განსხვავებაა ვინმე მომიხსენით რა განსხვავებაა ამდენი ადამიანის წამებელ ხარებას ამდენი ადამიანის წამებლის უფროს რა ვიცი გომელაურს ამდენი ადამიანის წამებლის უფროსის უფროს ვინაგვარია ის კობახიძეს და კობახის და ამ წამებ უფროსის ბიზნა იმანიშვილს და კიდე პუტინს და ორჯონიკიძეს შორის ვინმე მომიხსენით ოღონდ პასუხი არა გაქვთ ამაზე იმიტომ რომ ეს ეგრეთ წოდებული სტანდარტები ხა მე ვქნები ძალიან ძიმე უბრალოდ შემიძლია ვიყო ძალიან ძიმე ხო ვასიკო მაღლაფერიძე კონკრეტულად პერსონალურად ვასიკო მაღლაფერიძეს შეუძლია ესე დააგორგოსალოს და დაიდოს ბონდომ ძინარაშვილთან ერთად მაგიდაზე აი ახლა ასე უნდა ვთქვა მაინც და მაინც ადამიანებს მართლა აწამებენ და გადახედეთ იმ ისტორიას ასე მაგალითად ქათამაძისა იმ მოშიმშილე კაცისა რომელიც რამდენი წელია თურმე ითხოვს მოქალაქეობას საქართველოს და რა აქვს ამ კაცს გაკეთებული და თქვენ ერთ საკუთარ Facebook გვერდზეც კი თამთა და არა კონკრეტულად თამთა არამედ ზოგადად თამ ვინც შეეგუეთ ამ რეჟიმს ხო ამაზე ხმა არა მოგიღიათ თურმე კი არა საკუთარ Facebook გვერდებზე არ ვლაპარაკობ გადაცემებზე რაც უნდა გაკეთებინათ მით უფრო საზოგადოებრივ მომწყებელზე რომელიც ეგრეთ წოდებულად ეს რობობენ ხოლმე ხალხის ფულით არის დაფინანსებული და მე მიულოცავ თუ არა თამთას მაპატიეთ ვერ მიულოცავ იმიტომ რომ გვინდა არ გვინდა დუმილი კონკრეტული ადამიანებისა სამზარეულოებში ლაპარაკი თემაზე რომ იცი რა ამ ხელისუფლებას არც ოპოზიცია არ ვარგა ვინ გითხრათ რომ ვარგა ოპოზიცია ჩამოვა სახელო ეხა ოღონდ იმაზე იმ სეგმენტში არ შემიყვანოთ რომ ხაზარაძე რა ქვია იმას ასე ზაასვეძახით ხოლმე მე ვახშე აი ეძახიან ხოლმე მე ვახშე ხო არა მე ვახშე არის ბანკირია კაცი ჯაფარიძეც ბანკირია არც ერთი მათგანი ჯაფარიძეს და ხაზარაძე არ ვლაპარაკობ მარტო ხო სხვები ჩამოვათ მაგ არამია ვაშაზე ხოშტარია ჯაფარიძე მეორე ზურა ჯაფარიძე ნაციონალური მოკუჩავ ყველა შეგიძლია დაიწუნოთ მაგრამ სისხლს რო ასმევდნენ თქვენივე მეგობრის შვილებს დეკემბრის დასაწყისში დაპატიმრებულებს და შეკდებულებს შეთრეულებს პოლიციის მანქანებში სისხლს პირდაპირ იმ მნიშვნელობით სისხლს საკუთარ Facebook გვერდებზე როგორ ოდის ვიხდი ეწუც როგორ არ დაწერეთ ოდის ვიხდი გავედი კადრიდან ერთ წამს იმიტომ რომ ოპა ჩაქვრა ამასობაში შუქი მოკლედ აი ესე საინტერესო დავამთავრეთ ეს ვიდეო ბლოგი ნახვამდის